ესე იგი, მოკლედ, ეს არის MSV90 F-ის კომპიუტერი N52-ის. ესე გამოიყურება. Ძარსულში არის კრიმინალური ძარსულია კაშკარად. ბევრი კალა და კანიფოლია დახარჯული მასზე. ეხლა მიმაქვს ჩემს მეგობართან, სადაც შეუძლებ ამ პლატასთან მუშაობას სპეციალური ხელსაწყოებით, ჭირდება მიკროსკოპი, ფენი, ფლუსი და აი ამ ორი ოთხკუთხედი ჩიპის გამოცვლა. ეს არის ინჟექტორების სამსახურში, ზუსტად ინჟექტორზე გვაქვს ჩვენ პრობლემა. მეოთხე ცილინძზე კონკრეტულად, ანუ ინჟექტორი არაფერ შვაშია. კომპიუტერი აღიქვამს გაურკვეველ ძაბვას ინჟექტორზე. შესაბამისად ვეცდები რომ გავაკეთო. ნახოთ ეხლა რა გამოვა. მოკლედ, ვინაიდან ამ კომპიუტერის ჩიპები არ მაქვს, ვიშოვე სხვა Valvetronic-ის კომპიუტერი, თუმცა ფეხების რაოდენობა იგივე აქვს. და ვეცდები რომ გამოვცვალო ეხლა ეს ჩიპები დავაყენო. სხვა კომპიუტერის ჩიპები, რომელიც დარწმუნებული ვარ იმუშავებს, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამისი არ არის. თუ ერთმა არ იმუშავა, პრობლემა არის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიპში, მაშინ ორთავეს დავაყენებ და აუცილებლად იმუშავებს მოკლედ. ნახოთ მოკლედ რა იქნება სულ რამდენიმე ხანში. მოხდა ვამამბებს. ისე იგი მანქანის გასაჩერებელი ადგილი არის ხო მოკლედ ხო და ესე შორს გავაჩერე მოკლედ ხო და ვარ ფეხი ეხა გაჩვენებ ადგილს სადაც ეხება ყველაზე ხარისხიანად iPhone-ები, Android-ები, ლატები, ეკრანები, რავი ყველაფერი ესა მაიმობი. ეკრანია რა ჯიგრული. აი Redmi Note ეს არის N52 ძრავი F-ში P01 შეცდომის კოდით, რომელიც მიუთითებს ინჟექტორზე, თუმცა ინჟექტორის გადანაცვლების მეთოდით, ანუ მარტივად გავიგეთ, რომ ინჟექტორი არაფერ შვაშია. მეოთხე ცილინძზე აქვს კონკრეტული პრობლემა ინჟექტორის, ამიტომ ვინაიდან ამ კომპიუტერში ეს არის MSV90 პირდაპირ გამოდის ბაბინაზე და ინჟექტორზე კონექტორი. აი ეს კონექტორი არის პირდაპირ დაერთებული ინჟექტორებზე, რომელიც ნაწილდება ასევე ბაბინებზე, ანუ მარტივი მისაგნებია, რომ პრობლემა არის კომპიუტერში, დავშალეთ მოკლედ კომპიუტერი. აუტარდა მცირე სამუშაოები კონკრეტულად ამ ორ ჩიპზე, რომელიც ემსახურება ინჟექტორის მუშაობას. ამ ეტაპზე არის subscale ვარიანტი, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგადაა. ვნახოთ აბა რა იქნება ტესტის გავლის შემდეგ, ანუ სრული სისტემა უნდა შემოწმდეს ლაივზე რა როგორ მუშაობს, ვარ გამოვიწვიეთ რაიმეს არეულობა, ესე ვთქვათ, სხვა სენსორების ამ მეთოდით. ეხლა ანუ აქ შეცვლილია ჩიპი და ვამბობ ამას, ამიტომ რომ არ არის მოკლედ ამ კომპიუტერის ჩიპი, რომელიც დავსვით Z. ეს არის სხვა კომპიუტერის ჩიპი, თუმცა
ისიც ვალვ-ელექტრონიკია, ამ ჩიპებში განსხვავება არაფერი არ აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში მაინც საცდელია, იმიტომ რომ ეს არ გაგვიკეთებია, რომ სხვა კომპიუტერის ნაწილით ჩაგვენაცვლებინოს სხვა კომპიუტერის ნაწილი, ანუ რაღაც ცოტა უცნაური მეთოდია, თუმცა ამ ეტაპზე ამის საშუალება იყო, ეს კომპიუტერი ღირს სადღაც $500-მდე ჩვენს ბაზარზე. შესაბამისად, მოკლედ ღირდა როგვეცა და შეკეთება და ჯერჯერობით ძალიან კარგად მიმდინარეობს პროცესი მუშაობის, შეცდომის კოდიც აღარ გვაქვს. შესაბამისად, არც ხერებოი არც გამონაბოლქვი და ვნახოთ აბა მოკლედ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ესეც მოკლედ მოსიარულე ტესტ დრაივი. ჯერჯერობით შვიდობა. გაზის პედალს ვერ ვწევი ლეპტოპის გამო. ძალიან შორს და მირჩა, სკამი გაწეული მოვირგო. ნი გამართლა ტექნოლოგია. აი თუ მივედი ეხა ჩემს გარაჟამდე, ესე იგი მუშაობს რა. მოკლედ ეს არის ჩემი გარაჟი. მოვედი მშვიდობიანად, ტელეფონი გავთიშე სპეციალურად. შორი გზის გამო მაინც ამოსაჭრელი იქნებოდა. ყველაფერი მუშაობს იდეალურად. ჟანზია, ხოძია. ესე ჩაიარა ჩვენი MSV 90-ის შეკეთების და გასინჯვის პროცესმა, მოკლედ ყველაფერი კარგათაა, ტექნოლოგიები ხანდახან ამართლებს.